საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, რუსთავის პირდაპირ ეთერში 12-ის ნახევარზე ეთერში ღამის კურიერი. მომავალი პარლამენტის ბედი ფაქტიურად გარკვეულია. წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობად ისევ მოქალაქეთა კავშირი რჩება. საღამო მშვიდობისა. ეთერშია ღამის კურიერი გიორგი სანაიასთან და ეკა ბერიძესთან ერთად. საარჩევნო ბატალიები და დუდას ხირტლაძე. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 20 მაისის დღის მთავარ თემებს ეკა ხოფერია წარმოგიდგენთ. თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 9 ოქტომბრის დღის მთავარ თემებს ეკა ხოფერია წარმოგიდგენთ. საკანონმდებლო ორგანო ბეიკერის ფორმულის საბოლოო კენჭების ლიდერი ჯემალ გოგიტიძე. პრეზიდენტის მიმართვა მოსამართლეებს კავშირების ლიდერი ირაკლი ტუღუში. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 30 ივლისის დღის მთავარ თემებს ეკა ხოფერია წარმოგიდგენთ. პრეზიდენტ შევარდნაძეს პარლამენტში ჯერ არ დაურეკავს. წავიდა ჩუვაკი. ყველაზე მაღალხარისხიანი ყალბი დოლარის კვალი კავკასიაში მოდის, ბანკნოტებს სპეციალური აპარატურაც ვერ არჩევს. ყალბი დოლარებს სამწელს. მესიჯი იყო, რომ სწორედ პოლიტიკური ფასია 1% ეკონომიკურ ზრდას. ეთერშია კურიერი 9 საათზე საღამო მშვიდობისა. დღეს ბოლოს მთავარ თემებს ზაულ დუმაშვილი და დიანა ჯოჯუა წარმოგიდგენთ. ბრალდებული ირაკლი დოკვაძე 11 წელს შემდეგ განსწრაფყოლობის მცდელობისთვის დააკავეს, რატომ გაიმეტა ეჭვმიტანილმა საცხოვრებლად შვილს და ელზა გურიაშვილს. გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის დიალოგია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ეთერშია კურიერი 9 საათზე ზაულ დუმაშვილთან დიმიტრი ობოლაძესთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. და მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღეს მთავარი თემების და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა.
3 გასული. მოხსნილია ეს მარტივ ციფრით და 146 წლის წინანდელი სისხლიანი მიმდინარეობდა. ეთერში კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯოასთან და დავით გიგალიშვილთან ერთად. და მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. საღამოშვიდობისა პირველად არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს მთავარ თემებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ. აქციები მშვიდობის ხიდსა და თბილისის პოლიციის სამმართველო იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საღამო მშვიდობის ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის და კახა დამენიას ადვოკატებს ამ დრომდე არ მიუღიათ საქმის მასალები. საღამოშვიდობისა ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის შეხვედრა პრემიერთან გაგრძელდება თუ დასრულდება ტენდერების საქმე. ეს მთავარ თემებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ. ოდერების ახალი სია ვინ კურირებენ მთავრობის კანონს იქნება საერთაშორისო ნიჭიერი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საღამო მშვიდობისა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიას გუნდი ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლა. თავდაცვის მინისტრი და თავისუფალი დემოკრატები დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან პრეზიდენტი და ქართული ოცნება შემდეგ ის დაასახელებს კანდიდატურას. კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა შეასრულეს საქმე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ატა იაკობაშვილთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საღამო მშვიდობისა მოულოდნელი გადადგომების სერია ქართული ოცნების ხელისუფლებაში გრძელდება. ზურაბ პატარიძე პოსტიდან საკუთარი მეგობრის და პოლიტიკური მფარველის გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად მიდის. სენატში სენატორის შესწორებები არ არჩენილია ტრამპის ხელმოწერა. დუისისა და მატანის უნდა ჩავაქროთ. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 24 ივლისია, გიყვებით დღის მთავარ ამბებს და მოვლენებს. საღამო მშვიდობისა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. დავით კაკულიასთან და თამთა გაზაშვილთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს კურიერის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ. საღამო მშვიდობის. უკავშირდება თუ არა დიდუბაში მომხდარი პოლიციელის გულგრილობას. გაყოფილების მესამე სართულიდან გადმომხდარი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორი პარტია ერთ პარტიაში. ვინ მართავს პროცესებს კულისებიდან ნაციონალურ მოძრაობაში? ტაბის შექმნა. 24 მილიარდ. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 17 ნოემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა.
ბეპრეცედენტო პროცესის მეორე დღე. დაარღვია თუ არა კონსტიტუციის აღიქვამს. როგორ უნდა მომზადდეს რევოლუცია პოლიციის ინსპექტორი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 4 ოქტომბერია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. ტერორისტული შეტევა თურქეთზე და ახალი პოტენციური საფრთხე ამბავს. ფულის გათეთრება, თაღლითობა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 24 ოქტომბერია გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამომშვიდობისა. ყოფილი პრემიერი რუსთავის ციხეში დაიწყო. სისხლიანი ამბოხების მე-6 ნომინაციაზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 12 დეკემბერია გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამომშვიდობისა. დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გააფორმა და 5 წლის